ბოსტონის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალები რეგიონის განვითარებისთვის მცირე მარათონი მოაწყო. ბოსტონის ტრაგედიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა ოზურგეთის მაცხოვრებლებმა სიმბოლური გარბენით გამოხატეს. მარათონმა სტარტი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან აიღო. იუსტიციის სახლამდე ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მარათონელები უკან გაბრიელ ეპისკოპოსისა და ვიქტორ დოლიძის ქუჩების გავლით დაბრუნდნენ. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები რეგიონის განვითარებისთვის ორგანიზებით გამართულ მარათონში მონაწილეობა ყველა მსურველმა მიიღო. ეს მართლა დიდებულია და მე ამით ბედნიერი ვარ, რომ ბოსტონში დაღუპულ ამერიკელებს სოლიდარობას უცხადებენ და ვთვლი, რომ ეს ხალხს აქ ნამდვილად მოეწონა. სოლიდარობა გამოვცხადეთ ბოსტონის ტერაქტში დაღუპულ ამერიკელებს და გვინდა ამ აქციით თქვა, რომ არა ტერორიზმს. გვინდოდა ამით აი ამ აქციით ერთგვარი ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვიხატა ამ ტერაქტის თაობას. ეს იყო სიმბოლური მარათონი, რომელიც გაიმართა ბოსტონში 15 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სოლიდარობის ნიშნად. იყო პატარა დისტანცია 1.6 კილომეტრის სიგრძის და მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთში ცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა, სხვადასხვა სასპორტო სკოლის აღსაყრდელებმა და ის დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. ორგანიზატორებმა ბოსტონის ტერაქტის ამსახველი სურათებიც გამოფინეს. ოფიციალური ინფორმაციით ბოსტონის მარათონში 90 ქვეყნიდან 23,000 ადამიანი მონაწილეობდა. მარათონის მიმდინარეობისას განხორციელებული ტერაქტის შედეგად კი 3 ადამიანი დაიღუპა და 176 დაშალა.